ბოლო 2 დღეა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ბანდიტებს შალვა პაპუაშვილს და არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილს, კობახიძესაც, სხვებს და სხვებს ესეთი ტონი აქვთ, აწეული თუ ხმა აქვთ ამაღლებული, ახმამაღლებულნი არიან იმის გამო, რაც ხდება უკრაინის გარშემო. მაგალითად, პაპუაშვილმა სიტყვით გეტყვით ახლა თქვა შემდეგი რამ. პაპუაშვილმა ბანდიტმა ბრძანა, რომ ისეთ მდგომარეობაშია უკრაინის ხელისუფლებაო, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება. ომის გაგრძელება უკრაინას შეუძლია, მათ შორის გაგიკვირდება და ამერიკის შეერთებული შტატების თანამონაწილეობის გარეშე, თუმცა რაც საკვირველია, ამერიკა ამ ომიდან არა მარტო არ გავა, არამედ ვერ გავა, მოდი ასე ვიტყვი, თუნდაც იმ ფორმატით, იმ ფორმით და ფორმატით იქნება ომში ჩართული, რა ფორმატითაც ის არის ჩართული ომში, ანუ მიჰყიდის და მიჰყიდის ნატოს მოკავშირეებს, უკრაინის მხარდამჭერებს, ევროპას იარაღს და ევროპა კი გადასცემს იქრა უკრაინას ამ იარაღს, ამერიკულ იარაღს, რომელიც ესოდენ სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ სულ მინიმუმ იმისთვის, რომ ის ტერიტორიები დაიცვას, რომლებზეც ახლა არის გამაგრებული და რომლებზეც აქვს პრეტენზია ამ ვეება და უბოროტეს და უფრო შესაზიზღებელ რუსეთს და ამერიკა არ დაუშვებს, ამერიკა რომლის პრეზიდენტი შეცდა, მე-7-ეთ შეცდა, კი ბატონო, მე-18-ეთ შეცდა, კი ბატონო, მე არ უარყოფ ამას და სულაც არ გამოვდგები, ვეღარ გამოვდგები, ან ვერ გამოვდგები ტრამპის ადვოკატად მოცემულ ეტაპზე, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის ხელმძღვანელობით ვერ გავა ამ კონფლიქტიდან, იმიტომ რომ მათ შორის ამერიკის პოლიტიკური ელიტა და ეს არ არის მეორე ხარისხოვანი ფიგურანტი ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ასე დაკნინებას, ასე დამცრობას, ასე განადგურებას მისი რეპუტაციისა, როგორც ასეთისა უბრალოდ არ დაუშვებს. ხადია გულისხმობ სენატს პირველ ყოვლისა, მაგრამ აგრეთვე გულისხმობ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტს, აგრეთვე თეთრ სახლსაც. რა მოხდა და როგორ მოხდა იმ 28 პუნქტიან შეთანხმებასთან თუ ოფერთან დაკავშირებით, შემიძლია ამაზეც ვისაუბრო. მაგალითად ვისაუბრო, როგორ შეუცურა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრიევმა ეს დოკუმენტი უვიც, ხიად ვიტყვი, ვიტკოფი როგორ არის დაინტერესებული მათ შორის ამ კონფლიქტის დასრულებით ნებისმიერ ფასად, ტრამპიც დაინტერესებულია ამ კონფლიქტის დასრულებით ნებისმიერ ფასად, ტრამპი უბრალოდ საქმის კურსში რაოდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ არის, ვერ აღიქვამს, მოდით უგნებავთ ასე ვიტყვი, კონფლიქტის არსს, მისთვის პრიორიტეტულია როგორღაც კონფლიქტის დასრულება, თუნდაც იმიტომ, რომ 2025 წლის ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში ის ნომინირებული კი არ იყოს მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატად, არამედ მას გადასცენ მისცენ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და კონფლიქტის დარეგულირების გარეშე, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ან რამე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, რომელშიც იქნება ჩაწედილი, რომ კონფლიქტი დარეგულირდა, უბრალოდ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს ეშლება ეს, ბევრმა არ იცის და ბევრს ეშლება. ნომინირება ტრამპისა ოფიციალური არ შეიძლება მოხდეს მარტში, აპრილში, ივნისში, აგვისტოში, სექტემბერში და ასე შემდეგ. სექტემბერში და აგვისტოში და ივლისში ნომინირებას აზრი არ აქვს და სუფთა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ნომინირება არ მინდა შემეშალოს და თუნდაც გადავამოწმებს, შეიძლება მოხდეს მხოლოდ იანვარში. ანუ 25 წელს რა გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა, ან ნებისმიერმა ნომინანტმა, იანვარში სრულდება ოფიციალური მიღება ამ დოკუმენტებისა და იანვრამდე უნდა მოასწროს, თუ სწორი სიტყვაა, ტრამპმა ამგვარი დოკუმენტის გაფორმება რუსეთსა და უკრაინას შორის, ხელმოწერა უკრაინის მხრიდან თუნდაც, ან რუსეთისა და უკრაინის მხრიდან უფრო აქვე ვიტყვი. მაგრამ ეს არ არის ახლა უმთავრესი სალაპარაკო, არც ის არ არის სალაპარაკო რეალურად რა კავშირში ამ ყველაფერთან ლუკოილის
და როსნეფტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაზეც აკი ვისაუბრე კიდეც და აკი გითხარით კიდეც, რომ ეს კონფლიქტი უბრალოდ ვერ დასრულდება მოცემულ ეტაპზე ამ ფორმით მით უმეტეს და ევროპელები და შეერთებული შტატების წარმომადგენლები სენატის ასე მაგალითად გადამწყვეტ როლს ითამაშებენ ამ ყველაფერში. მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აკი გითხარით ხარობს მეთქი, გახარებულია და სულ ესე ნიშნის მოგებით ესაუბრება, მათ შორის ქართულ საზოგადოებასაც. აი ეს ბანდიტი პაპუაშვილი ხო ახმამაღლდა და ამბობს, რომ ხელისუფლება უკრაინისა ვერც ომს გააგრძელებს და გაგრძელებაც არ შეუძლიაო და არც დასრულება არ შეუძლიაო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამერიკა რომც გავიდეს, არ მოხდება ეს, რომც გავიდეს ამ კონფლიქტიდან ევროპელთა მეოხებით და ხმარებით უკრაინას შეუძლია ყველაზე უფრო ესეთი პესიმისტური გათვლებით კიდე 3-4 წლით გაკაჭვა. ამასობაში თუ ამერიკელების სანქციები თუნდაც შენარჩუნებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი სრულად გამოიფიტება, ან უფრო გამოიფიტება თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ჩვენ უფრო რუსეთის დამარცხებას ვხედავთ, დამარცხების გზაზე შემდგარ რუსეთს ვხედავთ, რუსეთს უფრო ვხედავთ ვიდრე უკრაინას. დიმიტრი სამხარაძეც არის ესეთი ბანდიტი, დეპუტატი. მან საერთოდ უარესი თქვა მეთქი ასე ვიტყვი. სადღაც დავსკრინე და ახლა გაჩვენებთ, მოდის ვიხდი. დიმიტრი სამხარაძე ბანდიტი ამბობს შემდეგ რაღაცას. დიმიტრი სამხარაძე, ის ხალხი სადახართ. სლავა უკრაინეს რო გაიძახდით, გაიძახოდით. თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა. აი თქვენ ხართ ახლა სათრევი უკლებლივ ყველა, ვინც ამ ავანტურაში მონაწილეობთ. მე უპასუხებ ხა დიმიტრი სამხარაძის დონემდე ცხადი არც უნდა დაეშვას კაცი და აქედან გამომდინარე ყველას, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს ამ ბანდიტი კაცისა, ყველას და არა დიმიტრი სამხარაძეს. უპასუხებ, რომ ის ხალხი აქ ვართ. ჯერ ერთი აქ ვართ, იმიტომ რომ სლავა უკრაინეს ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით. სლავა უკრაინეს ვამბობდით იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაბედა 2008 წელს საქართველოსი არ იყოს და ხელი შეუბრუნა უგუღმა რუსეთს. ეს არის ღირსება, ეს არის ღირსეული ცხოვრება და ეს არის ღირსეული ქვეყნის შვილობა. შეუბრუნა ხელი უკრაინამ და შესაბამისად ვთქვით ჩვენ სლავა უკრაინი. რომ არ შეებრუნებინა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიტყოდით ამას. თქვენ ესენი სამხარაძე და დიმიტრი სამხარაძე და არა მხოლოდ ის, ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და ბანდიტები, ისინი ამბობენ სლავა რასიის. ისინი ამბობენ, რომ რუსეთი არის ძლიერი და უძლეველი სახელმწიფო და მას ვერაფერი ვერ უნდა გაუბედო, რამდენადაც ის მათეული წარმოდგენით ძლიერი სახელმწიფოა, რაც ან როგორიც მოდი ვიყოთ გულახდილები, არ არის თუნდაც იმიტომ, რომ მან 4 წლის თავზეც კი ვერ შეასრულა იმ ამოცანების 10%-იც კი, 5%-იც კი, რომლებიც იმ თავითვე ჰქონდა დასახული ამ ვეება სახელმწიფოს, ანუ 2022 წლიდან. დიახ, უკრაინას უჭირს, არავინ არ კამათობს, უკრაინას უჭირდა, არავინ არ კამათობს, უჭირს ახლაც. უკრაინას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის კორუფციის პრობლემაც, თუმცა დიმიტრი სამხარაძეები არ უნდა საუბრობდნენ ამაზე ღარიბაშვილის, ოდესღაც ღარიბაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვათა პატრონები. უკრაინას უჭირს ფრონტის ხაზზეც, იმიტომ რომ ძალიან რთულია როტაცია. ჯარისკაცებისა, გაწვრთნილი ჯარისკაცებისა. უკრაინა ვერ სწირავს, როგორც რუსეთი, საკუთარ ჯარისკაცებს ასე იოლად კი არა საერთოდ. რუსეთისთვის ჯარისკაცს მოქალაქეს კაპიკის ფასი აქვს. ისიც თუ არა თქვენ მაგალითად, რომ ვინც დაიხოცება, მათ არც აღრუსხავენ უმრავლეს შემთხვევაში. არც ცოცხლებად მიიჩნევენ და არც მკვდრებად და შესაბამისად მკვდრებად არ მიიჩნევენ რა ოჯახებს, კომპენსაციებს, არა მარტო ვერ არამედ არც უხდის რუსეთის ხელისუფლება უმრავლესობას ოჯახების. ბეზვესწი პრაპავში, ესე ჰქვია ძალიან ბევრს, ვინც რეალურად მკვდარია, მაგრამ მათი გვამებიც კი მიტოვებული აქვს ამ საზიზღარ და უფრო საზიზღარ ქვეყანას. აი ბოლო პერიოდში მისი საზიზღრობა ხო კიდე უფრო მეტად გამოჩნდა და უფრო მეტად არის შესაზიზღებელი, ვიდრე აქამდე იყო. მაგრამ ამათ რუსეთის ხელისუფლება და რუსეთი უყვართ, მათ გარეშე არ წარმოუდგენიათ სამხარაძეს კონკრეტულად პატომსტვენი არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ
აი დიდი ხანია რუსეთის მიერ დაბერბოკებულ კაცს და რატომ მხოლოდ სამხრაძეს პაპუაშვილსაც ხვებსაც და ხვებსაც ურუსეთოდ ქვეყანა არ წარმოუდგენია ხვალ ვერ წარმოუდგენიათ ხვალ პირობითად ვლაპარაკობ ღმერთმა დაგვიფაროს ცხადია მაგრამ გორში რომ შემოვიდეს რუსული ტანკი ჯავა ცხინვალიდან ისინი წინააღმდეგობას არ გასწევენ ეს ძლიერი ქვეყანაო იტყვიან და იქნება და მოლაპარაკებით ვცადოთ მათი უკუგდებაო რასაც რასაკვირველია ვერ მოახერხებენ და იმისთვის რომ გორში არ შემოვიდეს და საკვირველი არ უნდა შემოვიდეს არანაირი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ესენი დიპლომატიას კი არ მიმართავენ ესენი გიბოდიშებთ სიტყვისთვის და პირდაპირ მნიშვნელობით შარვალ ჩახდილები არიან ესენი აკეთებენ ყველაფერს რომ სახელმწიფო როგორც ასეთი არ არსებობდეს როცა სახელმწიფო როგორც ასეთი არ არსებობ როცა ასე განადგურებული ხარ როგორც ტერიტორიად მიგიჩნევს შენი მტერი სახელმწიფო გაგწმუნებთ რომ უფრო მეტადაც შემოვა ადრე იქნება თუ გვიან ოღონდ შეიძლება შემოვიდეს ისე რბილად რომ შენ ვერც დაინახო და წინააღმდეგობის გაწევისა და მისი გაგდების რა შესაძლებლობა არც კონდეს ეს ოპერაცია მიმდინარეობს ახლა ჩვენს წინააღმდეგ რეალურად სხვა მრავალ ოპერაციასთან ერთად უკრაინასთან დაკავშირებით ვიტყვი ორ სიტყვას კიდევ უკრაინა არ მარცხდება და ამის ნათელი დასტურია რა და ახლა გეტყვით რაც ტრამპმა თქვა შემდეგი რამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანიც კი დღევანდელ დღეს ეს გუშინ თქვა გულახდილად გეტყვით ოდესაც ჩვენთან შუაღამე დგებოდა მოდი ასე ვიტყვი დროში ხო სხვაობა გვაქვს ტრამპმა თქვა ინგლისურად ვიტყვი Ukraine peace plan is not my final offer უკრაინის სამშვიდობო გეგმა არ არის ჩემი საბოლოო ოფერიო დიახ ამდენი ხანი რომ გვანერვიულა მართლა გვაღელვა მართლა ხო თუ ამის თქმას აპირებდა და ლოცვილს შეეძლო ესე არ წარმოეჩინა ის 28 პუნქტიანი კაპიტულანტური უკრაინის კაპიტულანტური გეგმა რასაკვირველია შეეძლო ამის თქმა მანამდე უფრო ზუსტი რომ იყო ის 28 პუნქტიანი გეგმა საერთოდ არ უნდა გამომზეურებულიყო არც უნდა გაჟონილიყო ინფორმაცია იმ 28 პუნქტიანი ვითომ და ამერიკული გეგმის თაობაზე მაგრამ ეს ყველაფერი ტრამპმა იმიტომ გააკეთა აი ეს ბოლო წინააღმდეგობას გულისხმობ ბოლო მის საჯარო გამოსვლას გულისხმობ რომ მან მიიღო უზარმაზარი წინააღმდეგობა და ამერიკა ამგვარი ქვეყანაა დიახ ხანდახან საკრიტიკო ხანდახან არ მოსაწონი ხანდახან გულდასაწყვეტი ხანდახანზე ხშირად ისეთი როგორც არ გვეგონა ჩვენ ხო სტერეოტიპები გვაქვს ჩამოყალიბებული და მართლა ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობის წარმომადგენლები მისტირიან რეიგანის რონალდ რეიგანის ამერიკას ხო მეც კი მithქვამს უშუალოდ ტრამპზე რომ ის ანტი დონალდი არის ანტი რონალდი მეთქი მერე მომწონებია ამ ტრამპის პოლიტიკა მერე ისევ არ მომწონებია ამბივალენტური კაცია და საკრიტიკო ამ ამბივალენტობის გამო თუნდაც მაგრამ ამერიკა არ არის მხოლოდ დონალდ ტრამპი ამერიკა არის უმძლავრესი სახელმწიფო რომელიც საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს პირველ ყოვლისა არ გასწირავს და როცა გასწირა მაშინ რა აჩიტი და იჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგალითად გულისხმობ ბაიდენის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკელების გამოსვლის შესახებ ამანაც არა მაინც და მაინც მხოლოდ ამან მაგრამ ამანაც არია რეალურად სოფლიოში ვითარება ამანაც მისცა რუსეთს დამატებით იმის გაფიქრების უფლება რომ ეს რეგიონი უკვე მისია და მას შეუძლია გააფართოვოს გავლენები და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ახლო სამეზობლოს ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას შეუტიოს უფრო მძლავრადაც ვიდრე მანამდე უტევდა მაგრამ რეალურად 28 პუნქტი ანუ ეს გეგმა არ არის საბოლოო ეს მინდა ვთქვა უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ევროპელები მინიმუმ ითხოვენ 5 პუნქტის ამოღებას მათ შორის ეს პუნქტი არის რა უფლება გაქვთ რომ ამ უკრაინას თხოვთ შეერაღებული ძალების შემცირებას რა უფლება გვაქვს მართლა რა უფლება აქვს ტრამპი ვერავინ ვერ გადაწყვეტს უკრაინამ 600,000-მდე უნდა შეამციროს თუ კიდე 800,000 უნდა გაზარდოს რაც უნდა და იმას გააკეთებს
ხო, კიდევ ერთი დეტალი, რაც მნიშვნელოვანია, ამერიკის შიდა კონკურენციაც ხო არის და ასე მაგალითად ჰილარი კლინტონმა, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს, ეგ რა მაგის პასუხია, ის არ დაგავიწყდეთ, რომ არის ამ რეზეტ ხილაკუკაზე თითის დამჭერი ობამას პრეზიდენტობის დროს 2009 წლის მარტში. ასე რომ კლინტონს ხმა არ მოიღება, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ამ კლინტონმა, ჰილარი კლინტონმა მეუღლე ბილ კლინტონისა, სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ლამის რომ პრეზიდენტი გახდა იმ პოლიტიკოსმა ქალმა, თქვა რომ ტრამპიო ნევილ ჩემბერლენის გზას დაადგა კი არა, ნევილ ჩემბერლენია თანამედროვეო. ნევილ ჩემბერლენის გაგახსენებთ ვინ არის, ხო? თუ არ გჭირდება, არ ვიცი. ჯილდო მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ღალატისათვის ჯილდო ეკუთვნისო. ნევილ ჩემბერლენი ყოფილი პრემიერ-მინისტრია 30-იანი წლების მიწურულს, ვიდრე ჩერჩილამდე ბრიტანეთისა, რომელმაც ჰიტლერთან გააფორმა კაპიტულანტური შეთანხმება და ამის შედეგად ჰიტლერს მერე უკვე ნახევარი ევროპის ან მეტის და მანამდე კი დასაწყისში კი ჩეხეთის და კონკრეტულად სუდეტის დაიწყო აღების შესაძლებლობა მიეცა და დაანგრია ევროპის მაშინდელი უსაფრთხოება, რომ არა ჩერჩილი მოსული ჩემბერლენის ადგილას, ეს ჩემბერლენი რო დარჩენილი იყო პრემიერ-მინისტრად კიდევ კარგა ხანი ან რამდენიმე ხანი, მეორე მსოფლიო ომი ისე შეიძლება პერიპეტიები მეორე მსოფლიო ომისა შეიძლება ისე არ წარმართულიყო, როგორც წარიმართა, მართლაც მაგარი რამ მოხდა ჩერჩილის მოსვლით და ჩერჩილის წასვლით, მე უკვე ფულტონში ასე მაგალითად მისი ისტორიულესი სიტყვის წარმოთქმით და არა მხოლოდ ფულტონში, არამედ მისი უკვე შემდგომი პოლიტიკითაც პრემიერ-მინისტრობის დროს და შემდგომ პერიოდშიც. ჩერჩილი არ არის ერთადერთი მთავარ ავტორი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის და ფაშიზმის დამარცხებისა, მაგრამ საკვანძო პერსონა კი არის. რატო გადავედი ჩერჩილზე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ის კი სათქმელი მაქვს, რომ ასე მაგალითად ლინცი გრემი და მე წინასწარმეტყველი ხმამაღლა თქვამია, მაგრამ თქვი რომ ისიც ხმას ამოიღებს მეთქი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარების ძიებისას ამას ორივე მხარესთან ზეწოლის გზით გააკეთებს. მხარესთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინა დარჩეს თავისუფალ სუვერენულ ერად. ლინცი გრემი იცავს პრეზიდენტ ტრამპს. და კიდევ ერთხელ გავიხსენოთო, უკრაინელი ბავშვებიო, ის ამახვირებს ყურადღებას, ასახელებს ისე რომ იცხვს რამდენადაც მახსოვს, თუმცა ამ წერილში არ არის რადგანაც 20,000, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული კი არა, სხვა წყაროების მიხედვით 20,000-ზე ბევრად მეტია, 40,000-მდე ბავშვია გადაცებული რუსების მიერ. რუსეთმა თუ არ აგო პასუხი ამ ყველაფერზე არ გამოვა მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის და უკრაინას აქ იგითხარით, რომ ძალუც შეუძლია კიდევ კარგა ხანი წინააღმდეგობის გაწევა გავეშებული რუსეთისათვის. ამასობაში ერთი ამბავი, გეგმის მომზადებაში ჩართულები იყვნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და ისინი აქ იგითხარით თუ არ ვიცი გითხარით თუ არა, მეგობრები არიან ყველაფერთან ერთად და მე მგონია რომ ამ ამბავიდან მას შემდეგ რაც ევროპელები დამატებით განუმარტავენ ტრამპს, რომ 4 კი არა 5 კი არა გაცილებით მეტი მუხლია ამოსაღების სხვა რედაქციით ჩამოსაყალიბებელი და პუტინი არ მოაწერს არანაირ ამ ხელშეკრულებასაც არ მოაწერს ხელს და მით უმეტეს სხვა არანაირი რედაქციით არ მოაწერს სხვა შეთანხმებას ხელს. ამის შედეგად პრეზიდენტი ტრამპისთვის დადგება ერთი საინტერესოესი მომენტი. ეს ამ მომენტს შეგვიძლია ასე დავარქვათ, ის მგონი სათაურიც გქონდა წინა თუ წინის წინა ბლოგისა, ის განთავისუფლებს თუ არა, ის გამოჰკვეთს თუ არა ვაც ვიტკოფის სახით და მას საერთოდ ჩამოაცილებს ამ პროცესს, ან საერთოდაც გაანთავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან. ამ აზრს მარტო მე არ ვარ ვითარებ, სხვებიც წერენ ამის თაობაზე, ერთმა გამოცემამ საერთოდაც ფსიქიატრის პაციენტი უწოდა, შეშლილიაო ეს ვიტკოფიო, ისიც თქვა. რა მოხდება თუ ზელენსკი არ დათანხმდება თქვენ სამშვიდობო
თქვენ სამშვიდობო გეგმასო, ესეც კითხეს პრეზიდენტ ტრამპს, მას შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა მთელი თავისი გულით. ამას პასუხობს პრეზიდენტი ტრამპი და ზელენსკი გააგრძელებს ბრძოლას, რა საკვირველია. ზელენსკი გააგრძელებს ბრძოლას, რა საკვირველია. არ დაგავიწყდეთ სტარმერი, მერცი, მაკრონი, სტუბი, სხვები და სხვები. საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ამის თქმა მინდა, და ტყუილა უხარია ბანდიტთა დაჯგუფებას სინდიკატს საქართველოში, რომ უკრაინა ომს ვერ გააგრძელებს, ან უკრაინა დამარცხდება აპრიორი, ან ასე შემდეგ. უხარია კი არა, უნდა ეს ყველაფერი უკრაინის დამარცხება, ხო? პაპუაშვილს და რეალურად ყველა გამობიზინებულს. არა, სლავა უკრაინე გრძელდება, ყველა იმ პატიოსანი ქართველის შეძახილს გაიგონებთ ისევ და ისევ, გაიგონებთ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ამ გენიალურმა ქვეყანამ ჯობია ხოლმე. ამ გენიალურმა ქვეყანამ შეძლო ის, რაც ვერ გაბედა ვერავინ. პრაქტიკულად ჩვენ გავუბედეთ რა საკვირველია, ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით და არც ისეთიები ვართ, ისეთ დიდი ვართ, როგორც უკრაინა. უკრაინას ეყო და ყოფნის რესურსი მას აქვს, პრობლემებიდან არა ეყო, დახმარებაც არის, სათანადო რაოდენობის კიდევ უფრო მეტი იქნება. რუსეთს არავინ არ გაამარჯვებინებს მოკლედ. და აგერ ნახავთ, ეს ჩემი სურვილი კი არ არის მარტო. ეს ადვილად წარმოსადგენი რეალობა. აგერ ნახავთ მიწაზე დინგ-დაგდა და დინგით დაგდებულ სისხლმდინარე რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ალბათ პრეზიდენტ პუტინსაც კი. მერე ილაპარაკოს პაპუაშვილმა. ჩვენი ბედიც გარკვეულ წილადზე მეტად სწორედ პაპუაშვილის ტვინის ხვეულებში კი არ წყდება, ან თუნდაც ივანიშვილისა, არამედ კაბინეტებში, არამედ სწორედ რომ უკრაინაში. ჯარისკაცებო, ვინც ომობდით და ომობთ. მადლობა თქვენ უკრაინაში ვინც ომობთ და ჩემი პატივისცემა ყველას ვინც შეეწირა თავის სამშობლოს და უკრაინას რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში. ნახვამდის.